დაბრუნდით ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ გადაცემას და საინტერესო თემით რა თქმა უნდა. საქართველოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონკურსზე ალიენტე 2014 4 აპრილზე ადგილი დაიკავეს. საერთაშორისო კონკურსზე ალიენტეს დასკვნითი ფინალი სლოვაკეთში ლეშტის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ამ თემაზე სასაუბრო ჩვენ სტუდიაში სტუმრად მოვიწვევთ მურმან პატარაია, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე. მოგესალმებით ეკატერინე ცვარიანი და ასევე ნიკოლოზ ხაჩიძე. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით უფრო დეტალურად გავაცნოთ ამ კონკურსის შესახებ ჩვენს ერთგულწრფელ მაყურებელს. აპრილზე ადგილებიც გავაშალოთ. 4 აპრილზე ადგილი. ნამდვილად არ არის სტუდიის შედეგი. მე დავიწყოთ მაშინ მინდა ორიოდესობით ინფორმაცია გითხრათ თუ რა არის რასახის კონკურსი ალიენტე. ალიენტე ეს არის კონკურსი, საერთაშორისო კონკურსი, უკვე 13 წლის ისტორია აქვს. ამ კონკურსში მონაწილეობას იღებენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდები 15-დან 19 წლამდე. ეს არის გუნდისგან შექმნილი, ესე ვთქვათ, ორი ადამიანი ქმნის გუნდს და ეს ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს სხვადასხვა სახის, ესე ვთქვათ, კომპონენტებში. ანუ პირველი ეს არის შინაარსობრივი ტიპის ინტელექტუალური სახის კონკურსი ნატოსა და უსაფრთხოების თემატიკაზე, სადაც ახალგაზრდებს აქვთ იმის საშუალება, რომ ნაშრომები დაწერონ ნატოსა და უსაფრთხოების შესახებ. შემდეგ დამოუკიდებელი ექსპერტი ამოწმებს და აფასებს ამ ნაშრომებს. უკვე გამარჯვებულები აი ამ დონეზე ინტელექტუალურ, ესე ვთქვათ, ტურში მიემგზავრებიან საქართველოში რომელიმე სამხედრო ბაზაზე, წელს იმყოფებოდით მუხროვანის სამხედრო ბაზაზე, სადაც შეირჩა 20 გუნდი, ან 40 ქართველი ახალგაზრდა და 3 დღის მანძილზე ქართველები, ანუ ეს ბავშვები ცხოვრობდნენ როგორც ჯარისკაცები, ანუ ასეთი, ესე ვთქვათ, ცხოვრებით, ანუ იქ იყო ვთქვათ შეჯიბრის სროლაში, სხვადასხვა დაბრკოლებათა გადალახვაში, ასევე იყო ინტელექტუალური ნაწილის და იყო ძალიან საინტერესო, ძალიან შთამბეჭდავი, იმიტომ რომ თვითონ ახალგაზრდებმა ნახეს თუ რა სახის ცხოვრებით ცხოვრობს სამხედრო მოსამსახურე. შემდეგ უკვე როდესაც გამოვავლინეთ 6 გამარჯვებული მუხროვანის სამხედრო ბაზაზე, ანუ ფიზიკური ტიპის შეჯიბრის შემდგომ, ეს 6 გუნდი, ანუ 12 ადამიანი გაემგზავრა სლოვაკეთში საერთაშორისო ფინალზე, სადაც შეუერთდნენ ახალგაზრდები ნატოს წევრი და პარტნიორი სხვადასხვა ქვეყნიდან, იგივე კანადიდან, დანიიდან, შვედეთიდან, თურქეთიდან, მონტენეგროდან, საკმაოდ წარმომადგენლობითი, ესე ვთქვათ, შემადგენლობა იყო და მინდა სპეციალურად აღნიშნო, რომ საქართველოს ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა 6 გუნდიდან ჩვენ მოვიგეთ 4 აპრილზე ადგილი. რაც ანუ ძალიან, ესე ვთქვათ, კარგი შედეგია სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან შედარებით. ანუ мотиваცია იყო ძალიან დიდი ახალგაზრდებში, რომ გაემარჯვებინათ და ანუ გამარჯვებულები პრიზად იღებენ გერმანიაში მოგზაურობას. გერმანიაში ისინი მოინახულებენ ნატოს სხვადასხვა სამხედრო ბაზებს, ასევე შეხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, ექნებათ შეხვედრები თავიანთ თანატოლებთან. და დიდი მადლობა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვების, ესე ვთქვათ, ტრანსპორტირებას და ცხოვრებას გერმანიაში. ამ 9 თვის ძალიან დიდი სტიმულია, ალბათ ეს ძალიან დიდი. ფონდის წარმომადგენელს გითხოთ, უშუალოდ ამასთან დაკავშირებით აზრი, ძალიან ბევრი საკითხი. მე ალბათ პირველ რიგში მნიშვნელობაზე ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობას, ზოგადად საქართველოს მოსახლეობას აქვს აღებული კურსი ევროინტეგრაციისკენ, აქვს აღებული კურსი იმისკენ, რომ ასე ვთქვათ, ინტეგრირება მოხდეს ნატოსა და ასე ვთქვათ ალიანსის ქვეყნების პროცესში. შესაბამისად ჩვენი რა თქმა უნდა უშუალო მოვალეობაა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები იყოს დაფინანსებული. ჩვენ ასე ვთქვათ ამ კურსის ფარგლებში რა თქმა უნდა პოლიტიკურ დონეზე, იგივე სამოქალაქო საზოგადოებრივ დონეზე უამრავი ღონისძიება ასე ვთქვათ ეწყობა, სადაც აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სრული კურსით ასე ვთქვათ სრულად მიმდინარეობს ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩრდილოატლანტიკურ კავშირზე მაქვს საუბარი და აქედან გამომდინარე ჩვენც როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ გვერდი აგვიარა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც თვითონ ნატოს სამი-კავშირე ოფისი აქტიურად არის დაინტერესებული და მათ შორის ფინანსური ცვლილითა და კომპონენტებითაც შემოვიდა ამ პროექტში და ეს უფრო აძლიერებს, ასე ვთქვათ, ჩვენს мотиваციას იმისკენ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც გაუჩნდა ამ ორგანიზაციას რამოდენიმე წლის უკან და აქტიურად ახორციელებს, რა თქმა უნდა, მხარი უნდა დაგვეჭირა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამომავლოდაც მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომელიც ხელშეუწყობს ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ახალგაზრდების ჩართულობას, მონაწილეობას, გააზრებას, ასე ვთქვათ, ცნობიერად გააზრებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რა არის ეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, დღეს შეიძლება ჩვენ ყოველდღიურად ტელევიზიით გვესმის აი ნატო, ევროკავშირი, ტარდება უამრავი კამპანიები, რაღაც იბეჭდება ბუკლეტები
კრედიტები, ლიფლეტები, არის გადაცემები და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ჩნდება, ასე ვთქვათ, იმის განწყობა, მაინც ჩნდება ის ემოცია, რომ საზოგადოებას მაღალი მაჩვენებლით არ აქვს განცდა იმისა, ინფორმირებულობის დონე იმისა, თუ ზოგადად რას ნიშნავს ეს პროცესი, საით მიდის, ასე ვთქვათ, ქვეყანა ამ პროცესის შედეგად და რა სიკეთეს და სარგებელს მოუდავს. რა თქმა უნდა, სიკეთე და სარგებელი არის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ და შესაბამისად კურსიც არის ჩქარი, მაღალი ტემპებით, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ქვედა დონეზე, რაც შეიძლება მაქსიმალურად ქვედა დონეზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იმიტომ რომ მომავალ თაობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ჩვენც ძალიან ასე ვთქვათ ფაქიზ სტრუქტურას წარმოადგენთ იმ კუთხით, რომ თემა არის ესეთი ახალგაზრდობა, ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანი, შესაბამისად ვიზიარებ თავიდან ბოლომდე იმ პასუხისგებლობას და უზრუნველყოფთ იმას, რომ შესაძლებლობების პარკლებში, აღნიშნული რესურსის პარკლებში უზრუნველყოფთ სწორი, კარგი, ხარისხიანი ინიციატივების განხორციელება. კი ბატონო და თქვენს აუცილებლად ჩაერთოთ და თქვენ მოსაზრება საერთოდ ზოგადად. ესე იგი, გამარჯობათ, მე ვარ მონაწილე, უშუალოდ მონაწილეობდი, გავიმარჯვე ეროვნულ ფინალში და წავედით სლოვაკეთში, იქ შენდა მე და ჩემი მეწყვილეს ჯგუფში ყავდა ხორვატიიდან წყვილი და ჩვენ ავიღეთ მესამე ადგილი საერთაშორისო ფინალზე. მე ძალიან მიხარია რომ მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა, რადგან ეს არის ძალიან კარგი პროექტი. პირველ რიგში იძენ უამრავ ძალიან დიდ ცოდნას ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ, აგრეთვე იძენ დიდ გამოცდილებას როგორც საქართველოს სამხედრო ბაზაზე, ასე სლოვაკეთში თუ რომელ ქვეყანაში იქნება საზღვარგარეთ და იძენ უამრავ მეგობარს და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი და მე ძალიან მიხარია რომ მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა. რა თქმა უნდა და ევროპის წარმომადგენლები, სტუდენტები, რომლებიც ცდილობენ რომ დაუმეგობრდნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მოხდეს მათ შორის ინტეგრაცია, შემდეგ შეიძლება ახალი პროექტებს ერთად ჩაუყაროთ საფუძველი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცოცხალი ჯაჭვი, რომელსაც საბოლოო ჯამში დიდი შედეგები მოაქვს. საამაყო 4 ადგილი არის ნამდვილად საამაყო და მისალოცია აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდისთვის, იმიტომ რომ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველები ფიზიკურადაც კარგად იყვნენ მომზადებული. ეკამ შეძლო იმის დაორგანიზება, რომ თავდაცვის სამინისტროც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, განათლების სამინისტროც ალბათ ამაზე თვითონ დეტალურად ისაუბრებს. შემდგომ სამხედრო ბაზაზე კარგად მოხდა ამ ადამიანების ფიზიკურად გადამზადება. ესეებშიც ძალიან ასე ვთქვათ ოჩაღები იყვნენ და უკვე შედეგიც პრაქტიკულად დაიდო და კარგად ჩანს თუ რაოდენ ასე ვთქვათ ორგანიზებული დელეგაცია ჯგუფი ჩავიდა სლოვაკეთში და შედეგიც დადო. ეკატერინას კითხავთ მაშინ უწყებებთან ურთიერთობების შესახებ და ძალიან ცოტა დრო გრჩება და ეს გავაშკარო. კი ბატონო, მეორე სიტყვით გეტყვით ამ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. ჩვენ საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაცია არის კონკურსის ეროვნული კოორდინატორი. 2008 წლიდან ვახორციელებთ ჩვენ ამ პროექტს და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით ჩვენი პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად 1000-მდე ქართველი ახალგაზრდა იღებს ეროვნულ დონეზე კონკურსში მონაწილეობას. დაახლოებით 100-მდე ახალგაზრდას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ წასულიყო საზღვარგარეთ და მოინახულებინა ნატოს სამხედრო ბაზები და თვითონ ეცხოვრათ ისე როგორც ჯარისკაცები ცხოვრობენ და თვითონ გაიგოთ თუ რა სახის ესე ვთქვათ პლუსები აქვს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენ კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას, კონკურსის შემდგომ დაინტერესდნენ სამხედრო სამსახურით და დღეს ორი მათგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს საზღვაო აკადემიაში და როდესაც დაბრუნდებიან უკვე საქართველოში 4 წლის შემდგომ ისინი სამხედრო სამსახურში ესე განაგრძობენ თავის მოღვაწეობას, რაც არის ძალიან კარგი შედეგია კონკურსის. და ანუ რა თქმა უნდა, არა მარტო ის ადამიანები, ვინც მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, იღებენ სარგებელს ამ უნიკალური კონკურსით, არამედ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობს, ყველა ახალგაზრდა ამ კონკურსში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაიღრმაოს თავისი ცოდნა ნატოსა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ. ნატოს სათავო ოფისი იყო ჩვენი პარტნიორი და დამფინანსებელი და მათ ამ თქო სტრუქტურამ უზრუნველყო ის, რომ ახალგაზრდები გამგზავრებული იყვნენ სლოვაკეთში. თავდაცვის სამინისტროს წვლილით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და განსაზღვრელი იყო, იმიტომ რომ მოამზადა ახალგაზრდები და დიდი მადლობა ყველა იმ ინსტრუქტორს, ვინც ესე ვთქვათ 3 დღის მანძილზე მართლაც რომ ძალიან დიდი შრომა გაწეს იმისთვის, რომ კარგი შედეგი ეჩვენებინათ სლოვაკეთში. და ასევე ნატოს სამეკავშირე ოფისი საქართველოში, რომელიც ანუ ძალიან გულშემატკივრობდა, რომ ეს კონკურსი კარგად ჩატარებოდა. მათ შორის იყო რეგიონებიდან, ეხლა კი, რეგიონებიდან 6 გუნდი იყო, 6 ნაბაშიდან.
ფოთი აბაშელობა აბაშელებმა იღეს პირველად. რეგიონული ჩართულობა იყო ძალიან დიდი, დაახლოებით მონაწილეების 70% წარმოადგენდა რეგიონებს. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია და თვითონ აი ფოთი, გორი, აბაშამ პირველი ადგილი იყო ფოთი, ბათუმი, ესენიც ბავშვებიც ქუთაისი, წალენჯიხა ძალიან აქტიურობდნენ და ძალიან ამდენად ემოციური ამ ბავშვებისთვის ამ მსგავს ტიპის კონკურსებში მონაწილეობის მიღება გამარჯობა მთელი ქალაქი როგორც ვიცი გახარებული. ჩვენ აღნიშნავთ ხოლმე იმას, რომ რეგიონებში უფრო საჭიროა მსგავსი სახის პროექტები, იმიტომ რომ თბილისში მაცხოვრებელი ახალგაზრდები მაინც ასე თუ ისე განებულები არიან ბევრი პროექტი. ეს პროექტია მათთვის ხელმისაწვდომი. ნუ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და საფოთეერქოს ტელევიზიას უთხრა მადლობა გვაძლევს საშუალებას რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ ჩვენი პროექტების შესახებ და ეგ ნამდვილად საკეთე. დღეს ძალიან დიდი ბოდის გიხდით დროის სიმცირის გამო. დროებით დაგემშვიდობებით და გელოდებით ახალი პროექტები ჩვენ ყოველთვის საერთოდ რა თქმა უნდა რომ გავაშუქოთ და ბევრი ადამიანი, ბევრი გახარებული სახე მყავს ნანახი თქვენი მხრიდან, ბევრი ახალგაზრდა და მე ვისურვებ რომ კიდევ ბევრი ადამიანი მოიყვანოს ჩვენთან. დიდი მადლობა რომ მოგესალმებით. სრულებით გისურვებთ წარმატებას. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას რამდენიმე წუთში. დღევანდელი შუადღის უკვე ბოლოს სტუმართან ერთად დაბრუნდებით, ასე რომ დაგვეულოთ. მუსიკალური მეოთხე ბლოკი დაგვეულოთ.